საქართველოში ხანდაზმულთა დაახლოებით 52% ამბობს, რომ ემოციურ მარტოობას განიცდის. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგია, რომელიც 2021 წელს ჩატარდა. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში კი წერია, რომ საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი 30%-მდე გაიზარდა. საქართველოს სჭირდება, რომ 60+ და 65+ ასაკის ადამიანები ჩავრთოთ როგორც სოციალურ, ასევე კულტურულ, ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში, სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს. სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ხანდაზმულთა ჩართვის ხელშესაწყობად თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები. გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით 60+ კლუბებს ხსნიან. ასეთი კლუბი თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ 2-ია. მე ვარ მასწავლებელი, მართალია ვმუშაობ, დაკავებული ვარ დღესაც, მაგრამ ძალიან მიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან. საერთოდ ძალიან პატივსცემ აქტიური ცხოვრების წესს. ადამიანები 60 ზემოთ თითქოს უფუნქციოდ რჩებიან დღეს და აქ რაღაც გამოინახა, ასე ვფიქრობ, ისეთი პროგრამა, რითაც დაკავდებით ჩემს მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს უთხარია მის შესახებ და რატომღაც მინდა რომ მსმენია, რომ აი საზღვარგარეთ არის მსგავსი კლუბები და ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, 60+ ადამიანები. და მინდა რომ ვისურვებდი დიდი სიამოვნებით ჩვენთანაც ეს თუ დამკვიდრდება, იმუშავებს. მარტო წამოვედი რო გავიქი. უნდა ვიარო, ახლოს ცხოვრობ, თუ არა შორყოფილიყო მე ვერ ვივლით. ძალიან მიჭირს სიარული და ამიტომ ვარჯიში მაქვს უფრო მეტად ჩემი ჯანმრთელობის მხრივ მინდა რომ ცოტა გამოვკეთ და ჩემთან ახლოს იყო სახლთან და რო დავინტერესდი, იმიტომ რომ მე სულ ყოველთვის მიყვარდა ეს სიმღერა, ქართული სიმღერა და ესე ინტერესით მივედი. დამხვდა, ესე იგი, ძალიან მაგარი პედაგოგი და შემდეგ დავინტერესდი ხატვის წრეც იყო კიდევ. და რა არის 60+ კლუბი? ეს არის უფასო კლუბი, დაფუძნებული არის წევრობაზე და ნებისმიერ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ის მაინც და მაინც თემქაზე ცხოვრობს თუ მეზობელ უბანში, მას შეუძლია რა თქმა უნდა ამ კლუბის წევრი გახდეს, იყოს უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტად ჩართული, უფრო მეტი გაიგოს, ისწავლოს, შეიძინოს ახალი უნარები, შეიძინოს ახალი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნდეს იმაში, რომ მისი ცხოვრება არ სრულდება საპენსიო ასაკის მიღწევისას, არამედ პირიქით ახალი ცხოვრება ეხსნებათ და დარწმუნდნენ იმაში, რომ ისინი არ არიან მარტო ბებიები და ბაბუები, არამედ არიან ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები და შეუძლიათ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ კვლავაც. კლუბები რეალურად ემსახურება იმას, რომ რაღაც გარკვეული ახალი უნარებით შეიძინოს მოსახლეობის ამ ფენამ, იმისთვის რომ ძელვადიან პერსპექტივაში ჩაერთონ კიდევაც ეკონომიკურ საქმიანობაში, გარდა იმისა, რომ შეძლებენ სოციალიზაციას და საკუთარი დროის ესე ნაყოფიერად გატარებას. ხო ძალიან კარგია, რომ თუ ჩვენ ნახავთ ასაკოვან მოსახლეობა ძალიან აქტიურად ჩართულს სხვადასხვა საქმიანობაში, მათ შორის გართობის შესაძლებლობები ექნებათ და ეს არ იქნება მხოლოდ ოჯახში ჩაკეტვა ასაკთან მიმართებით. მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გაიხსნება მსგავსი სივრცეები და რომ ქვეყანაში საჯარო პოლიტიკა უპასუხებს და გაითვალისწინებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და მათ უფლებებს.